მარსი, წითელი, ცივი, თითქოს მკვდარი პლანეტა, მაგრამ მილიარდობით წლის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ მარსს სქელი ატმოსფერო ჰქონდა, ზედაპირზე მიედინებოდა მდინარეები, არსებობდა ტბები და შესაძლოა ოკეანეც კი. 2015 წელს NASA-მ დაადასტურა, რომ მარსის ზედაპირზე აღმოჩენილია ძველი წყლის ნაკადების კვალი. ხოლო 2021 წელს მარსზე დაეშვა როვერი Perseverance, რომლის მთავარი მისია მიკრობული სიცოცხლის ნიშნების ძებნაა, არა პატარა მწვანე არსებების, არამედ ბაქტერიების, რომლებიც შეიძლება ოდესღაც იქ ცხოვრობდნენ. დღეს მარსი უკიდურესად ცივია, საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -60 გრადუსია, ატმოსფერო ძალიან თხელია და ზედაპირზე ძლიერი რადიაცია. მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, არის თუ არა სიცოცხლე მიწის ქვეშ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარსის პოლარული რეგიონების ქვეშ შესაძლოა მარილიანი თხევადი წყალი არსებობდეს. დედამიწაზე კი არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობენ ყველაზე ექსტრემალურ გარემოში, ყინულში, ვულკანებში, რადიაციაში. თუ სიცოცხლე ასეთ პირობებში აგრძელებს, რატომ ვერ იარსებებდა მარსზეც? მარსზე სიცოცხლის ძებხლის ძებნა ერთია, მაგრამ შეგვიძლია თუ არა ჩვენ თვითონ იქ ცხოვრება. კომპანია SpaceX და მისი დამფუძნებელი Elon Musk გეგმავენ მომავალში ადამიანების გაგზავნას მარსზე. მიზანი პირველი მუდმივი კოლონია სხვა პლანეტაზე. თუმცა გამოწვევები სერიოზულია. ძლიერი კოსმოსური რადიაცია, ჟანგბადის არქონა, გლობალური მტვრის შტორმები და ექსტრემალური სიცივე. მარსზე ერთი დღე თითქმის დედამიწის ტოლია, 24 საათი და 37 წუთი, მაგრამ ერთი წელი 687 დედამიწის დღეს გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ იქ ცხოვრება სრულად შეცვლის ადამიანის ყოველდღიურობას. და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რჩება. თუ მარსზე სიცოცხლე ოდესმე არსებობდა, ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე სამყაროში შეიძლება იშვიათი არ იყოს. თუ ჩვენი მზის სისტემაში ორი პლანეტა ატარებდა სიცოცხლეს, მაშინ galaktikაში მსგავსი შემთხვევები შესაძლოა მილიონობით იყოს. მაშინ კითხვა აღარ არის მხოლოდ, არის თუ არა სიცოცხლე მარსზე. კითხვა არის, რამდენად მარტო ვართ სამყაროში. მარსი შესაძლოა იყოს პირველი ნაბიჯი უდიდეს აღმოჩენამდე. შესაძლოა იქ აღმოჩენილი მიკრობი მთლიანად შეცვალოს კაცობრიობის ისტორია. და როცა მომავალში ადამიანი მარსის ზედაპირზე დადგება, შესაძლოა სწორედ მაშინ მივიღოთ პასუხი, რომელსაც ათასობით წელია ვეძებთ. შენ რას ფიქრობ? არის სიცოცხლე მარსზე?